ჩვენ დავაგემოვნეთ თითოეული თქვენთაგანის მიერ მომზადებული კერძი. თქვენი დავალება გახდათ შეგექმნათ სიყვარულის გემო. ზოგიერთმა კარგად გაართვა თავი და რა თქმა უნდა ზოგიერთმა კი არც თუ ისე კარგად. ახლა კი რადგან რომ გავიგოთ, თუ ვინ გამოტოვებს გადამწყვეტ ბრძოლას და ვინ მიიღებს იმუნიტეტს. პირველი ის დავასახელებთ არის ვაკო გამოწინ. მასახელებენ მე. ვაკო, შენი კერძი იყო ერთ-ერთი საუკეთესო, მართლა ყველა ის ელემენტი ჰქონდა, რაც აუცილებელია ამ დავალებისთვის. ეს სიტკბო, სიმჟავე, ცოტა სიცხარე და რა თქმა უნდა თამაში, რა თქმა უნდა ის არაჩვეულებრივი კოქტეილი, რომელიც მართლა ყველა სენსებს ხსნის და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გაართვი თავი ამ დავალებას და ალბათ ეს პირველად არ გააკეთე და ვისთვისაც გააკეთე, ის უდაოდ მოხიბლული დარჩებოდა. ყველა ვარიანტში. მადლობა. ბევრი ძალიან კარგი კერძი იყო დღეს და შემდეგი იმუნიტეტის კანდიდატი დღეს არ იქნება. იმიტომ რომ იყო ბევრი კარგი კერძი, გვეგონა რომ ძალიან მაღალი დონე იყო და ბოლოს გამოვიდა ვაკო და ერთი დონით ცოტა მაღლა დააყენა ეს თამასა და ვაკო უნდა გითხრა დღეს სრულიად შენია ეს იმუნიტეტი 100% დავის გარეშე აწამშა და ტოტალი იყო ყველაფერი არა იქამდე მე მგონი იქვე გადაწყდა. აქ გადაწყდა ყველაფერი, ოღონდ გვეგონა რომ აი ძალიან მაგარი ბრძოლა იყო, რამდენი მაგარი კერძია რაღაც და გამოხვედი და დაამთავრე ეს ტური ძალიან წნარად. ვაკო, შენ აქ იმუნიტეტი გადმოდი შენ მხარეს. როგორც იმუნიტეტის ფლობელს, შენი სიპარეზიდან გადმოგეცემა საჩუქარი. ვაკო, დღეს შენ ვერ დაასახელებ მეორე იმუნიტეტს, ამიტომ მარტო მოგიწევს თვალი ადევნო გადამწყვეტ ბრძოლას. სამწუხარო. ამ დავალების ერთადერთი გამარჯვებული ვარ მე. და სანამ გადამწყვეტ დავალებას დავიწყებთ, გთხოვთ დარჩეთ ჩვენთან. თქვენ კი შეგეძლიათ შეიმოსოთ შავი წინსაფრებით და მოემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლა. გილოცავ ვაკო და ჩემ თავს ვულოცავ შავ წინსაფარს. ისევ. მამე თამრე შემჩადა იმას იმუნიტეტი. რო კაი დღეშია მეგობრებო. მე აი რათა მინდა და იმუნიტეტი, როცა თამრე მოვიდა გასასვლელს. ეგა